კავკასიური სახლის თავმჯდომარე. მოგესალმებით ლევან, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოკლედ ძალიან ბევრი შიდა აქამდე სულ ვამბობდით ხოლმე რაღაცნაირად გვაკლდა შიდა პოლიტიკური თემები თითქოს ხო? მაგრამ ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ აქტიურად ვითარდება მოვლენები ოპოზიციურმა პარტიებმა, ვისთვისაც კატეგორიულად მიუღებელი იყო არათუ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, არამედ ზოგადად ამ თემის წინ წამოწევა, უკვე რაღაცნაირად ზოგმა პირდაპირ, ზოგმა ირიბად დაიწყეს საუბარი, რომ იქნებ ღირდეს, თუ ქართული ოცნება გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებს, თუ პროტესტმა შედეგი ვერ გამოიღო, მაშინ რა გვრჩება, ხო? ამიტომ უნდა იფიქროს თუ არა პოლიტიკურმა სპექტრმა აი ამ ადგილობრივ არჩევნებზე მონაწილეობის საკითხზე. დიდი მადლობა მოწვევისთვის და თქვენ მართალი ბრძანეთ. იცვლება ხოლმე გარემოებები. ეხლა როცა ჩვენ გავიხედავთ ამ დილას ფანჯარაში, შეიძლება გვეთქვა, რომ წვიმს და საშინელი თქეშია. მაგრამ ეხლა რო გავიხედოთ ფანჯარაში, ისევ რომ ვთქვათ, რომ წვიმს და საშინელი თქეშია, არასერიოზული ადამიანები გამოვდგებით. აუცილებელი ანალიზი შესაძლებლობების, რა შესაძლებლობები გვაქვს, რა შანსები გვაქვს, რომ ეს წინააღმდეგობა გავაგრძელოთ. მე ესე იგი მკვეთრი პასუხი თქვენში აკითხვაზე არ მაქვს, იმიტომ რომ ორივე მხარეს აქვს თავისი არგუმენტები. აი ის პარტიები და ის ძალები და ის ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან არჩევნებში მონაწილეობას. ძალიან მართლები არიან ბევრი მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ სახელმწიფოს, რომელიც ყველაფერს იპყრობს. მთელ ძალაუფლებას ხელში იგდებს. ფაქტობრივად იღებს ისეთ კანონებს, რომლითაც გვიკრძალავს პროტესტს, ქუჩაში გამოსვლას, ბრძოლაში ჩართვას. ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია მთლიანად ხელში აქვს ჩაგდებული. ხედავთ სუსში დანიშნეს სრულიად ოდიოზური ფიგურა, რომელიც პირდაპირ კონტროლდება თქვათ აი ამ კობახიძის და სხვა მსგავსი ძალიან აგრესიული და ძალიან სხვებისთვის შეურაცხყოფის მიყენება რო უყვართ და სხვების დამცირება რო უყვართ ეგეთი ადამიანებით და რაც მთავარია ჩვენ ვნახეთ რომ უამრავი ფალსიფიკაციის მეთოდი აქვს მას კაპიტნები, გენერლები, ვიცე-პოლკოვნიკები, იქ სიის შემდგენები, ქალები, კაცები, მთელი მექანიზმი აქვს დაწყობილი ამ საარჩევნო манипуляციების. ასე რომ ბევრი არგუმენტია არჩევნების საწინააღმდეგოდ. ამას ემატება კიდე ეს დაკავებული ტყვეები, გაუბედურებული ადამიანები. ეხლა როგორ შეხედავ ტყვეების მშობლებს თვალებში და ეტყვი რომ ეხლა არჩევნებში მივდივარ და შენი ხალხი ისევ იყოს. მით უმეტეს ვიცით რომ ოპოზიციასთან შეხვედრისას პატიმრების მშობლებს ჰქონდათ ეს მოთხოვნა რომ არ გაცვალოთ ჩვენი შვილების თავისუფლება ადგილობრივ არჩევნებზე. ხო, არა, ესე საკითხი არ დგას მგონი მათი შვილების ამბავი თუ თვითმმართველობა თუ დადგა, უნდა გავცვალოთ. თუ ხალხი გამოვა ციხიდან და მიაჩნია საზოგადოების ნაწილს, მათ შორის მათაც, ანუ ეს ამბავი თვითონ პოლიტიკოსებმა გამოიტანეს აი ამ შეხვედრიდან და სწორედ ამ ინფორმაციას ვეყრდნობ, იმიტომ რომ ასე დგას რიგ შემთხვევაში საკითხი, რომ მონაწილეობ ადგილობრივ არჩევნებში, ესე იგი ამ ხელისუფლებას აძლევ ლეგიტიმაციას და ლეგიტიმაციას აძლევ მის ყველა გადაწყვეტილებას, მათ შორის აი ამ დაპატიმრებების ჩათვლით. ეს არის ერთი შესაძლებლობა, მაგრამ თუ ცოტა ტვინი უჭრით, გონება უჭრით ჩვენ ოპოზიციონერებს, შეუძლიათ საკითხი შემოატრიალონ და ესე დააყენოთ. მე მივიღებ ამ არჩევნებში მონაწილეობას, ამ უთანასწორო არჩევნებში მონაწილეობას, საშინელ არჩევნებში მონაწილეობას, ოღონდ შენ შეახე ამნისტია აი ამ ხალხს, ვინც ციხეში ლპება ტყუილა, ხო, ბავშვები და სრულიად ახალგაზრდა ადამიანები. ასე რომ ეს ვაჭრობის საგნად მაინც უნდა ვაქციოთ, რომ ეს ხალხი გავათავისუფლოთ და გამოვიყვანოთ აი ამ საპატიმროებიდან. ეხლა მეორე მხარეც თქვა თქვენი ნებართვით, რა მეტყველებს არჩევნებში მონაწილეობის სასარგებლოდ. აი კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ბენაბდემ ამას წინათ გაიხსენა ჩვენი ისტორიული გამოცდილება. საქართველოში ბოიკოტს არასდროს უმუშავია. ვინც ბოიკოტს გამოაცხადებდა ხოლმე, ის პოლიტიკური ძალები კრებოდნენ. აი თქვათ ეროვნული კონგრესი გამოაცხადა ბოიკოტი, პრეზიდენტმა გამსახურდია მიიღო მონაწილეობა, ეს ეროვნული კონგრესი მერე გადაიქცა საშინელ, ხულიგნურ, რაზმად და სამოქალაქო ომი და უბედურება, ასე იგი მოაწია საქართველოს თავზე. აი გახსოვთ თქვენ ალბათ კარგად, ეს ლევან გაჩეჩილაძეები და ოპოზიცია ჯონდირო უღალატა და შევიდა, გია ცაგარეიშვილმა რო უღალატა და შევიდა, მაგრამ ვიღაცებმა არ უღალატეს ამ ბოიკოტის იდეას, დარჩნენ, მაგრამ ისინიც გაქრნენ პოლიტიკური ველიდან, ხო? ანუ ბოიკოტი მუშაობს იმ შემთხვევაში, თუ ის არის საყოველთაო.
თუ მასში ყველა მონაწილეობს. ეხლა ერთმა მიიღოს მონაწილეობა და მეორემ არა. პოლიტიკურ ველზე, ხო? ამას გულისხმობთ, ანუ ერთიანობა, ერთიანი პოზიცია არის აუცილებლად შესანარჩუნებელი. თუმცა ვხედავთ, რომ ფაქტობრივად დღითი დღე ეს ერთიანობა სხვადასხვა საკითხში ხო და ამიტომ ეს ბოიკოტი არ იმუშავებს. ხო, მეტიც აი საპროტესტო პროცესი, რომელიც რაღაც ეტაპზე პოლიტიკურ პროცესთან უნდა გაერთიანებულიყო, ესეც ვერ ხერხდება, ხო, მიზეზთა გამო. არ ვიცი, ვისი ბრალეულობა ალბათ ისევ პასუხისმგებლობის ტვირთი ამ შემთხვევაში პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ, იმიტომ რომ მათ ვერ შეძლეს ასე ვთქვათ, დობის მოპოვება აქციის ორგანიზატორებში, მონაწილეებში, აი ამ პროტესტის აქტივისტებში, იმისათვის რომ ეს ორი პროცესი ერთ ორგანიზმად გარდაქმნილიყო. მართალი ხართ და ამიტომ საბოლოოდ მივიღებთ იმას, რომ ზოგი მიიღებს მონაწილეობას, ზოგი არა და აი ამ ალაგ-ალაგ ბოიკოტით ეს ხელისუფლების საქმე კეთდება, იმიტომ რომ მისი გამარჯვება გაცილებით უფრო შტამბეჭდავი იქნება. კიდევ რა მეტყველებს არჩევნების სასარგებლოდ, ხო? ჩვენ ავად თუ კარგად სუდად თუ რაღაც ჩარევებით თუ ჩაურევლობით დიდი ქალაქებში მოიგო ქოცემის საწინააღმდეგო პოზიცია, ხო? დღეს ეს გართულდება, გაცილებით უფრო მეტ ენერგიას ამუშავებს ხელისუფლება, მაგრამ აი წარმოიდგინეთ, რომ თბილისს აგებს ქართული ოცნება. ამაზე მეტი დელეგიტიმაცია ხელისუფლების რა თქინდა, რომ თბილისი არის ეკონომიკური ცენტრი, სამწუხაროდ, პოლიტიკური, კულტურული, თავკომბალა ქალაქია და აქ აგებს ის. ან თუნდაც კაი თბილისს ვერ იგებს, მაგრამ ოპოზიცია, მაგრამ იგებს რუსთავს და ქუთაისს, ან რუსთავს და ბათუმს. ანუ 4 დიდი ქალაქიდან 2-ს მაინც თუ იგებს, ეს შეიძლება გახდეს ხელისუფლების დელეგიტიმაციის წყარო და მესამე არგუმენტი, რაც არჩევნების სასარგებლოდ მეტყველებს, ხო? ქართულ ოცნებას საპარლამენტო არჩევნებზე ჰქონდა 4 წელი, რომ მომზადებულიყო რაღაც სქემები, გეგმები, შეეთხზა, მოემზადებინა, რომ არჩევნები გაეყალბებინა. ეხლა უკვე ჩვენ ვიცით ბევრი მისი სუსტი წერტილი. ვიცით რა შეცდომები დაუშვა თქვათ ოპოზიციამ არჩევნებში. ანუ ეხლა გაცილებით ცოტა დრო აქვს ქართულ ოცნებას მოსამზადებლად მასობრივი ფალსიფიკაციისთვის. წინააღმდეგობის მუხტიც მაღალია. ასე რომ, ასე ვთქვათ, ბოიკოტსაც აქვს აზრი, ბოიკოტის საწინააღმდეგო წასვლასაც აქვს აზრი, ამაზე დაფიქრებაა საჭირო, მაგრამ ერთი დიდი პრობლემა რაც ყველას გვაქვს, ეს არის ის, რომ პროტესტს ჭირდება მობილიზაციის ახალი საფუძველი. ეს მობილიზაციის საფუძველი არ ჩანს, ხო? ამ საგარეო სანქციები ჯერჯერობით ნელა მოდის და ნელ-ნელა მუშაობს. ქუჩაში რუსთაველი ყოველდღე იკეტება, მაგრამ ადამიანებს აქ მოთხოვნილება რაღაც ახალი მოხდეს, რაღაც ახალი მიზეზით მოხდეს მობილიზაციის საფუძველი, მაშინ როდესაც ვხედავთ, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის განხილვის საგანი სულ სხვა თემებია, ანუ მონაწილეობა არ მონაწილეობა საგამოძიებო კომისიაში, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხი, პრეტენზიები იქ სალომე ზურაბიშვილიდან დაწყებული კოლეგა ოპოზიციონერებით დამთავრებული და მოკლედ ასე შემდეგ. აი ვინ უნდა გააჩინოს ეს რაღაცა ახალი მობილიზაციის მუხტი, მაშინ როდესაც მათი ინტერესები უკვე ვხედავთ, რომ სხვა მიმართულებით არის გადართული. ხო, მობილიზაციის მუხტი მარტივად აი ამ პოლიტიკურ ველზე შეუძლებელია შენ ერთი ხელით რაღაცა აი ამ პროტესტს რაღაცა ძალას მატებდე, ხო? ამ პროტესტის განვითარებაზე ფიქრობდე და მეორე ხელით, არ ვიცი, ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადებოდი, აგერ გახარია ამბობს, რომ მეტის თურმე კონსულტაციები საკონსტიტუციო სასამართლოსთან, რომ გაუქმებული მანდატებიც კი აღადგინონ, ხარ ისთვის სჭირდებათ გაუქმებული მანდატების აღდგენა თუ არა საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისთვის. ანუ აი ეს ორი რამ თავსებადია ერთმანეთთან? თუ გონივრულად დაგეგმავ თავსებადია. თუ შენ ეტყვი გულწრფელად ამომრჩევლებს, აი მე რო პოლიტიკოსი ვიყო, ამომრჩევლებს ვეტყოდი, რომ ძვირფასო მეგობრებო, სანქციები აგვიანებს. ქუჩაში იმდენი ხალხი არ გამოდის ყოველდღიურად, რამდენიც დიდი მიტინგების დროს. ოპოზიცია დაგსაქსულია, ვერ ვახერხებთ ორგანიზებას. ქართული ოცნება ყოველდღიურად კიდევ უფრო მეტად ძლიერდება და ამ ავტორიტარიც აძლიერებს. მაშინ მოდით, ყველაფერი დროებით გვერდით გადავდგათ და ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია თბილისის მოგება. ვირაზმებით ამისთვის, ქუთაისის მოგება, ბათუმის მოგება, რუსთავის მოგება. მოდით მთელი ენერგია მიმართოთ აქეთკენ. მოდით დავუყენოთ ხელისუფლებას
საკითხად, გამოუშვი დაპატიმრებულები და ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას. შეცვალე ოდნავ მაინც გააკეთოს შობილი კანონი და მივიღებთ მონაწილეობას ამ არჩევნებში. და მე ვეთყვი ხო ჩემ ხარდაჭერებს როგორ აი დამკვირვებლობის ესე იგი მეტი დამკვირვებელი გვჭირდება, მეტი კომისიის წევრი გვჭირდება, დავირაზმოთ, სხვა გზა არ არის. ესე ვეთყოდი, მაგრამ აქედან ადვილია ხა ანალიტიკური პერსპექტივიდან ამისი თქმა. იცით რატომ? იმიტომ რომ აქ ჩდება რესურსების საკითხი. ხო? თქვათ თუ მიდიხარ არჩევნებზე, რა რესურსებით მიდიხარ? ვინ გაძლევს ფულს ამ არჩევნებში? მე კეზერაშვილის მოწოდებული წყალი არ მინდა. არც ბიძინა ივანიშვილის წყალი არ მინდა მოწოდებული. თუნდაც ქარიანი ამინდი იყოს და ცეცხლი მეკიდებოდეს და ის წყალი ამ ცეცხლს აქრობდეს, ხო? აბა შიშველი ხელებით წავიდეთ ამ არჩევნებში. სხვა რა რესურსია? თქვათ დასავლეთთან კომუნიკაციის რესურსი ჩაგვიკეტეს, სხვა რესურსები ჩაგვიკეტეს. ერთადერთი რესურსი შეიძლება იყოს მაქსიმალური მობილიზაცია ამ არჩევნების. მზად ახართ მეგობრებო, დაველაპარაკებოდი 1000 მეთოდი არსებობს, ფორუმი, ფოკუს ჯგუფი, დისკუსიები, საჯარო განხილვები, მზად ხართ მაქსიმალური დარაზმისთვის? ხო, ოპოზიციას ეს არის კომუნიკაცია საკუთარ არათუ საკუთარ, არამედ ზოგადად ამ მომრჩეველთან, რომელიც შესაძლებელია თუ მისი ამ მომრჩეველი არ არის ამ ეტაპზე, რაღაც ასე ვთქვათ, ინფორმაციის თუ პოზიციის მოსმენის შემდეგ, სწორედ მის მიმართ გამოხატოს ნდობა. უჭირს წასვლა. ხო, აი ხა იმ დღეს რაღაც ღონისძიებაზე ვიყავი და შევნიშნე, თქვა პირობითად გიგი წერეთელი, ხო? წადი. ამდენი წელია ხარ პოლიტიკაში, ერთი კანონი არ ასოცირდება შენთან, რომელიც შენი მიღებულია, ხო? პოლიტიკიდან წასვლა უჭირს ოპოზიციას არ ეთნობა. ან გია ბარამიძე 1200 წელია პოლიტიკაშია. ტუტანხამონის დროსაც ოპოზიციაში იყო თუ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. იმის მერე ხო, აი გუგული მაღრაძესთან ვიცით რომ სიგარეტის კანონი ასოცირდება. აი ამდენი ხანი რომ პოლიტიკაში ხარ, ერთი კანონი არ უნდა ასოცირდებოდეს შენთან, ერთი ცვლილება? არაფერი არ ასოცირდება ამ კაცთან კუბდარების და რაღაცების გადა. წადი და ეს ხალხი რომ დაიხევს უკან, მათ ნაცვლად მართლა არის რაღაც პოტენციალი, ზოგი მემარჯვენეა, ზოგი მემარცხენეა, ზოგი მწვანეა, ზოგი ყვითელია და მოულენ ისინი პოლიტიკაში და შედარებით ახალი მეთოდებით დაიწყებენ მართვას. ხო, აი ბიძინა ივანიშვილმა ამდენი ხანი რატო გაძლო ხელისუფლებაში? ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი არის, რომ მუდმივად ცulis ხოლმე კონტინგენტს, იმიტომ რომ იცის, რომ ლილუაშვილი რაც არ უნდა ერთგული იყოს ჩემი, ღარიბაშვილი რაც არ უნდა იყოს ერთგული იყოს ჩემი, მაინც სისტემას ახასიათებს ეს დაჭაობება. მოდი მოვიყვან ახალ, ესე იგი, ადამიანებს, რომლებიც თავზე ხელაღებულები არიან და ახალი ცოცხი კარგად გვის და ამიტომ ახერხებს აი ამ ძალაუფლებრივი ფორმულის განახლებას. მართალია უგერგილოთ, უხეიროთ, მაგრამ ახერხებს. ესენი მაგასაც ვერ ახერხებენ. ერთი და იგივე ხალხი და ერთი და იგივე იდეები, ხო? აი იმ დღეს უსმენდი მას ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მორიგ ტირადას ციხიდან, რომ უნდა გადავიდეთ ელექტრონულ არჩევნებზე. კაცო, ხო თქვი ვარშავის ვალდებულებები, ხო თქვი ვარშავის ვალდებულებები თქვა, რომ ახლა ელექტრონული უნდა იყოსო სახელმწიფოც ურთიერთობებიც სიყვარულიცო და პარტიაცო. და იმის მერე გავიდა 7 წელი. ეს პარტია ისევ იმ ადგილას დგას. ასე რომ აი ეს ოპოზიციის უნიჭობა, ასე იგი აძლიერებს და ამარჯვებინებს ხოლმე ქართულ ოცნებას სამწუხაროდ და ვისაც უნდა ამ ოპოზიციის ჩანაცვლება, იმას არ აქვს რესურსები და ვართ აი ამ მოჯადოებულ ჯაჭვში. ასე რომ კარგად უნდა დავფიქრეთ. ხო არ შეიძლება იქცეს ეს არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ერთგვარ ტრამპლინად იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც არ არიან წილნაყარი არც ქოცებთან, არც ნაცებთან და მათთან ერთად არც თანამდებობაზე. არის საკმარისი დრო, რომ ასეთი ჯგუფები არ ვიცი გამოიკვეთონ ჯერ საზოგადოებრივ ასპარეზზე, შემდეგ უკვე პოლიტიკური პარტიის ფორმა შეიძინონ და ამასობაში ამომრჩევლის ნდობაც მოიპოვონ. არის ამისთვის საკმარისი დრო? რა თქმა უნდა, უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, რომ პოლიტიკური პარტიები საქართველოში ყალიბდებოდეს ისე, როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებში 10 წლეულების განმავლობაში სხვადასხვა სოციალური თემების და კონფლიქტების გზაჯვარედინზე, მაგრამ ეს ფუფუნება არ გვაქვს. ჩვენ ხო იცით, ხანდახან მნიშვნელოვანია ესე იგი საით მიდიხარ და არა ის მიხვალ თუ არა იმ მიზნამდე. პროცესი ხშირად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე შედეგი. ასე რომ ხო არ გავჩერდებით და გულზე ხელს ხო არ დავიკრებთ და ხო არ შევეგუებდით, რომ ამოვწყდით.
და აღარაფერი აღარ გვეშველება და ბელარუსი ვართ, ესე ვერ მოიქცევით, ამიტომ რაღაც უნდა ვცადოთ, რაც შეგვიძლია. უბრალოდ კედელს თავი არ უნდა ურტყათ და უნდა შევეცადოთ ამ კედელს შემოუაროთ და ეს რამდენად გამოგვივიდა როგორ ამას როგორ მადლობა ლევან გაცემაში მონაწილეობისთვის. ლევან ლორთქიფანიძე, პოლიტოლოგი, კავკასიური სახლის თავმჯდომარე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. გეტყვით